გამოშვებით დაბრუნდება. ახალ დღის სხვა ახალი ამბები ორიგინალური მილოცვა კინოსა და თეატრის მუზეუმმა მივიწყებული ტრადიციები გააცოცხლა. 2011 წლის დადგომა საქართველოში ძველი ქართული ბარათებით მიულოცავენ. მისალოცებს ილიასა და აკაკის მილოცვა და ხელმოწერები ერთვის. ბარათები გაზეთ ივერიის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და თეატრალური კავშირების დაკვეთით იქმნებოდა. ორიგინალური პროექტის პრეზენტაცია მუზეუმში ამ წუთებში იწყება. მარი კუბლაშვილმა უკვე დაათვალიერა ძველი ქართული ბარათები. მარი, ვინ არიან იდეის ავტორები და რა ხდება პრეზენტაციაზე? ხელოვნების სასახლის ამ ოთახში მართლაც უნიკალური საახალწლო ბარათები გამოიფინა. დღეს ჩვენ პირველად მოგვეცა საშუალება გვენახა ბარათები, რომელთაც ახალ წელს ერთმანეთს ულოცავდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ერისთავი და სხვა ცნობილი ქართველები. საუკუნის წინ შექმნილი ბარათები, ავტორი, ერთ-ერთი ავტორი არის იაკობ ნიკოლაძე, ცნობილი ქართველი მხატვარი და მოქანდაკე. თითოეული მათგანი უნიკალურია და საუკუნის წინ შექმნილი ბარათები სწორედ ახლა იწენს ახალ სიცოცხლეს და ბილაინი და ხელოვნების სასახლე დამდეგო 2011 წელს ძველ ტრადიციებზე დაყრდნობით ასეთი საინტერესო და ორიგინალური სახით გილოცავენ. ესენი ნამდვილად უნიკალური ამ სიტყვის სრული დატვირთვით, რადგან არის დამზადებული ერთ ეგზემპლარად და დამზადებულია მართლაც უცნაური მეთოდით. და შუაში მისალოცი ბარათი, რომელსაც თქვენს წინაშეა, ეს არის დამზადებული იაკობ ნიკოლაძის მიერ, არის მისივე ხელმოწერა, ანუ მხატვარ მოქანდაკე თვითონვე დახატა. მის გვერდით არის უცნაური პერგამენტზეა შესრულებული, გამოყენებულია ოქროს მელანი, ოქროთი არის დაფერილი და ეს საკმაოდ ძნელი ტექნოლოგია იყო. და მესამე მისალოცი ღია ბარათი, რომლის ტირაჟირებაც მოხდა, არის აბრეშუმის აპლიკაციებით. ყველაფერი ეს ცხადყოფს იმას, რომ ჩვენი ტრადიცია, საახალწლო ტრადიცია, რომელიც გონია რომ არის ევროპული მილოცვისა, სამდვილში არის ქართული. პროექტი არის განსაკუთრებით საინტერესო წინა საახალწლოდ, იმიტომ რომ მუზეუმთან ერთად გადაწყდა, რომ ძველი მისალოცები, რომელიც 100 წელზე მეც ითვლის, მათი რესტავრაცია მომხდარიყო და მათი გავრცელება, ტირაჟირება. ჩვენ ნახეთ, რომ ეს მისალოცები აქტუალობას 2010-2011 წელსაც არ კარგავს და მინდა დავამატო, რომ ნებისმიერ მსურველს, ვისაც ექნება სურვილი, რომ მისთვის ძვირფას ადამიანს მიულოცოს ახალი წელი ესეთი ორიგინალური მეთოდით, შეიძლება რომ ამ მისალოცების ელექტრონული ვერსია იხილოს Facebook-ზე. ეს არ იქნება ერთჯერადი პროექტი, ძველი მისალოცი ბარათების სერიული ბარათების გამოცემა მომავალშიც იგეგმება, ამ ბარათებს უდიდესი ტრადიცია აქვთ. მადლობა, ეს იყო პირდაპირ ჩართვა და მარი კუბლაშვილი.